მათთან არსებული პრობლემები არ გამოსწორდა, ძალიან რთულია პროგნოზირება რა შეიძლება მოხდეს და შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად თელავიანებს ნაღზეც ძინავთ. ეს სიუჟეტი ფორმულამ 6 წლის წინ მოამზადა. მკვლევრები მაშინ ადგილობრივ ხელისუფლებას მდინარე თელავის ხევის ადიდების შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეებზე მიუთითებდნენ და შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებდნენ. მდინარეს შეუძლია მარტივად გაიგნოს გზა და საერთოდ აცდეს დამბას და გვერდიდან შემოუაროს, იმიტომ რომ დღეს ფაქტობრივად მისთვის წინაღობა აღარ არსებობს ამ მიმდებარე ტერიტორიაზე. და ყველაზე ცუდი ის არის, რომ თუ ეს მყარი მასალა მოძრაობაში მოვა და ის გარდაიქმნება ღვარცოფულ ნაკადად, ძალიან რთულია უკვე პროგნოზის გაკეთება თუ ის რა დამანგრეველ ზემოქმედებას მოახდენს ქალაქ თელავზე. ჯერ კიდევ 2020 წელს კავკასიის გარემოსდაცვითმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ანგარიშიც გამოაქვეყნა, რომელშიც მთავრობას 3 ძირითად რეკომენდაციას უზიარებდა. ურჩევდნენ, რომ ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად მდინარის კალაპოტის გაწმენდა, ნალექმზომი მოწყობილობების დამონტაჟება და არსებული დამბების რეაბილიტაცია იყო აუცილებელი. ეს არის ფაქტიურად დიდი პრობლემა თელავისთვის და ამაზე საუბრობენ ყოველთვის და საუბრობდით ყოველთვის. ამას სისტემატურად წმენდა ჭირდებოდა აღნიშნულ ხევის კალაპოტს და იმ დამბებს, რომელიც თელავის თავშია. და ის დამბები 2015 წელს გაიწმინდა, როგორც ვიცი, ბოლოს. პრობლემა ძელსაც იგივეა. გამთენიისას მოვარდნილმა ღვარცოფმა თელავის რამდენიმე ქუჩა და იქ არსებული ინფრასტრუქტურა დააზიანა. დაიტბორა მრავალსართულიანი კორპუსების პირველი სართულები, სარდაფები, კომერციული ფართები, ჩაიხერგა გზები და გაითიშა ელექტრო და ბუნებრივი ენერგიის მიწოდება. სამი საათზე გამოვედით და მოვარდა არხი და ამბეჭდა. აი რა დააზიანა, რასასწრენი თვალი ხედავს. აი ეზო და შიგნით რა ხდება არ ვიცი, არ შევა. 3 საათზე რო გამოვედით, როგორ ფიქრობ, აი რამ გამოიწვია ამ ხელად წყალმოვარდნა, რა იყო მიზეზი? ეგენი გაარკვია თვითონ. რამ გამოიწვია დამბები უნდა გასუფთავებულიყო. ზევის 50 წელი ხო იყო ესეთი შემთხვევა, ახლა დაიღო თელავი. ხო, ეხლა შესაბამისი სამუშაო ჩატარებული. არის, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ აი სამბოლო. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მდინარე თელავის ხევი ადიდდა. სტიქიამ პირველად 1977 წლის 13 ივნის თელავი და მიმდებარე სოფლები დააზარალა. მაშინ სტიქიის გამეორებისგან თავის დასაზღვევად მდინარის სათავეზე 3 დამბა აშენდა, სადაც წყლის ნაკადის ადიდების შემთხვევაში წამოღებული ქვაღორღის შეკავება ხდებოდა. ოცნების მმართველობის პირობებში კი არსებული ინფრასტრუქტურა უფუნქციო და ამორტიზებული გახდა. აი ასე დაავიწროვეს თელავის ხევის კალაპოტი ნაპირი. თავარი სტიქია ამ ქალაქს დაატყდა 2012 წლის 1 ოქტომბერს ქართული ოცნების სახით ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პირველივე წელს გაყიდა მდინარის ნაპირი. იქ არანაირი კომერციული ობიექტების მშენებლობა არ შეიძლებოდა. ამის შედეგად დავიწროვდა თელავის ხევის კალაპოტი და წუხელ ღმერთმა გვიხსნა, რომ იქ რამე არ გაიჭედა, თორემ აი სტიქია და უბედურება მერე იქნებოდა. აი ამიტომ დღეს ახლა პოლიცია რომ დგას და იქ შენობებს ყარაულობს, რომ გრევის საფრთხეა და ვიღაცას არ დაეცეს. აი ეს პოლიცია უნდა ყარაულობდეს იმ ქოცებს, ვინც თავის დროზე აი ეს დანაშაული ჩაიდინეს და რაც შეეხება ყოფილ პროკურორს, დღევანდელ ქართული ოცნების თელავის მერს ვაჟა მაღრაძეს, ის მერი კი არ უნდა იყოს, პროკურატურაში უნდა იჯდეს ახლა და ბრალს უყენებდეს იმ ადამიანებს, ვინც დააყენა ქალაქი აი ამ საფრთხის წინაშე. მდინარის კალაპოტთან ძალიან ახლოს უკვე ბევრი საცხოვრებელი კომპლექსი და დაწესებულებაა აშენებული. ახლა კიდევ ერთი დაახლოებით 260 ბინიანის საცხოვრებლის მშენებლობაა დაგეგმილი. მქონდა წინამერთან შეხვედრა, პრეტენზიები, მოთხოვნა, მოქალაქეთა ჩართულობა, სადაც ვამბობდი და ვაპროტესტებდი სწორედ იმ ფაქტს, რომ უკანონოდ გასცემდა არასამართლებრივად სამშენებლო ნებართვებს. სამშენებლო ნებართვები გაიცემოდა სწორედ მდინარის კალაპოტზე, სადაც აი მაგალითად დღეს 270 ბინიანი სამშენებლო კორპუსის სამშენებლო ნებართვაა გაცემული
წინა მერის წასვლამდე 5 დღით ადრე დღევანდელ ბერთანაც ვიყავი შესული მისი არჩევიდან ერთი თვის თავზე და ვთხოვე რომ ბოლო 8 სამშენებლო ნებართვა გაეუქმებინა. თელავში დილიდან გაწმენდვითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილობრივმა და ცენტრალურმა ხელისუფლებამ სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული საბჭო შექმნეს. არის აზიანებული საქალაქო ინფრასტრუქტურა. თავარი არის რომ ოპერატიულად დაიწყო მუშაობა შესაბამისად ყველა სამსახურმა შექმნილია ოპერატიული შტაბი. ზოგადად შესასწავლი არის მთელი რიგი ქუჩების მდგომარეობა, ცევის გასწრები, იმიტომ ფაქტია რომ წყალმა გამორეცხა გარკვეული მონაკვეთები ამ ქუჩებისა. ეს ქუჩები გადაკეტილი არის, რომ მოძრაობა არ იყოს, სამხედრო იყოს. თავიდან აცილებული ხდება მობილიზება როგორც იმეტექნიკის, ისე ფიზიკური ძალების და ვფიქრობ, რომ უმოკლეს ვადებში მოხდება ყველა მიმართულებით უკვე დადებითი წვრების გადაბიჯების გადაღება. ოპერატიული საბჭოს დღის წესრიგში სავარაუდოდ ვერ მოხვდა სტიქიის გამომწვევ მიზეზებზე მსჯელობა, ხომ არ უკავშირდება მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა, უკანონო მშენებლობებსა და ხე-ტყის ჩეხვას. ამ კითხვებით სახელმწიფო რწმუნებულს მივმართეთ. პლატონ კალმახელიძე მოგვიანებით გასაუბრებას დაკვირდა, თუმცა ფორმულას ზარებს აღარ უპასუხა. საკოორდინაციო ჯგუფის დათბილზე ვარ. მუშაობს და ცოტა მოგვიანებით თუ შემეხმიანებით აუცილებლად გეთქვით პასუხი. ამ დროისთვის საცხოვრებელი სახლებიდან ათობით ოჯახია ევაკუირებული. ათასობით აბონენტს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია. მოქალაქეებისთვის ჩაიკეტა გზა საავადმყოფოებამდე, რადგან წყლის ნაკადის მიერ ჩამოტანილმა შლამმა და ქვაღორღმა კლინიკების მისასვლელებიც კი ჩახერგა.